თანამედროვე მსოფლიოში ბირთვული იარაღი ჟღარუნი თანდათან უფრო ხშირად ისმის. კრემლი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ არაერთხელ დაიმუქრა მასობრივი განადგურების იარაღით. ამას ემატება ჩრდილოეთ კორეიდან წამოსული პერმანენტული საფრთხე. ექსპერტების შეფასებით ისრაელში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი კიდევ უფრო აქტუალური გახდა ატომურ სახელმწიფოებს შორის საომარი მოქმედებების შესაძლო ესკალაცია. ასევე ჩრდილო კორეა, რომელმაც არაერთხელ გააკეთა საკმაოდ საფრთხის შემცველი განცხადებები და თავისთავად ცხადია ჩინეთის განახლებული სამხედრო დოქტრინაც, წვრთნები, რომლებიც მიმდინარეობს და ზოგადად ის, რაც ბოლო პერიოდში გვესმის, რომ ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც მიდრეკილნი არიან ავტორიტარული რეჟიმისკენ, ხშირად იხედებიან იარაღზე და ბოლო პერიოდში ხშირად იხედებიან ბირთვული იარაღისკენ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ კი ბირთვული შეკავების წვრთნების სამხედრო სწავლება დაანონსდა. თუმცა ნატო ხაზს უსვამს, რომ მანევრები ტარდება რუსეთის საზღვრებიდან მინიმუმ 1000 კილომეტრში და არ არის დაკავშირებული მსოფლიოს მიმდინარე მოვლენებთან. აქვე უნდა ითქვას, რომ ერთ დროს მასობრივი განადგურების იარაღი მსოფლიოს დიდი ომებისგან აზღვევდა და ექსპერტების შეფასებით დასავლეთის ეს ქმედება არაპროგნოზირებადი ქვეყნებისთვის მორიგი გაფრთხილება შეიძლება იყოს. ამბოლოს ბოლო გამოვლენა იყო დაახლოებით 2 კვირის უკან, მე მგონი განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა, რომ გამოსცადა ახალი რაკეტა, რომელსაც ფაქტიურად ანალოგია არ აქვს, რომელსაც არ აქვს შეზღუდვა მანძილის და რომელსაც შეუძლია რა თქმა უნდა ბირთვული ქობენის დარება. ყოველ ამის ფონზე ბუნებრივად აქცენტირება ბირთვულ შეკავებაზე უფრო და უფრო მეტად ხდება, ისე როგორც აქცენტირება კონვენციურ შეკავებაზე, რადგან ალიანსის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის მოახდინოს პრევენცია, მოახდინოს შეკავება. ამერიკის სენატში რამდენიმე დღის წინ 160 გვერდიანი მოხსენება მოისმინეს, სადაც პირდაპირ იყო აღნიშნული, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასაკმარისადაა მომზადებული ორ ბირთვულ სახელმწიფოსთან, ჩინეთსა და რუსეთთან ბირთვული დაპირისპირებებისთვის. მოხსენებაში დაფიქსირებული იყო, რომ შეერთებული შტატები მზად უნდა იყოს შესაძლო კონფლიქტისთვის და შესაბამისად ბირთვული იარაღის მოდერნიზაცია უნდა დაიწყოს. ეს ეხება როგორც შეერთებულ შტატებს, ასევე ეხება ნატოს მზადყოფნის ამაღლება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იწყება მესამე მსოფლიო ომი, ნამდვილად არ ნიშნავს ამას. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნებს, ვისაც დღეს აქვს ცდუნება, რომ მსოფლიო დააშანტაჟოს ბირთვული იარაღით, აი ამის შესაძლებლობა მოუსწროს. შეიარაღების კონტროლის ასოციაციის მონაცემებით, მსოფლიოში ბირთვული შეიარაღების რაოდენობით პირველ ადგილზეა რუსეთი. შემდეგ მოდის ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. ზუსტად 64 წლის წინ ჩინეთმა პირველად გამოსცადა მასობრივი განადგურების იარაღი. ამ დროისთვის ბირთვული შეიარაღება მსოფლიოს 9 ქვეყანას აქვს და ცივი ომის შემდეგ მიუხედავად მრავალგზის მოწოდებისა, რომ ბირთვული იარაღი მსოფლიოში შემცირებულიყო, მასობრივი განადგურების ასეთი საშუალებები კიდევ უფრო მოდერნიზებულია. შესწავლილია უმცირესი მოცულობის კრიზისის შედეგადაც კი რა ზიანი მიადგება კაცობრიობას. და ეს ზიანი გამომდინარეობს იმიდან, რომ ბირთვული იარაღის გაცვლის დროს, მასიური გაცვლის დროს, როცა ქალაქი იბომბება დაუშვათ და იწვის, ანუ იღუპება მთელი ქალაქი, აი ეს ჭვარტლი და ტვერი და რაოდენობა, რომელიც ადის ატმოსფეროში და იქმნება ღრუბელი, რომელიც ეკრანირებას უხდენს მზის სითბოს სინათლეს მთელ ჩრდილო ნახევარსფეროში და დგება ეგრეთ ბირთვული ზამთარი. აი ყველაზე ძალიან მე ახლა იმის შიში მაქვს პირადად მე, რომ აი თითქოს და ეს გათავისების ელემენტია გამქრალი რა. ანუ პასუხისმგებლობის ელემენტი არის ძალიან დაწეული რა. ისე ადვილად ლაპარაკობენ ამ გამოყენებაზე, ხო? შეიარაღების კონტროლის ასოციაციის 2023 წლის ივნისის მონაცემებით მსოფლიოში ამჟამად 12512 ბირთვული ქობინია, რაც წინა წლების მონაცემებთან შედარებით მცირე რიცხვია. გაიზრდება თუ არა მსოფლიოს მასობრივი განადგურების იარაღის რაოდენობა. ერთი რამ ცხადია, მსოფლიო ახალ ბირთვულ ეპოქაში გადადის. გიორგი თუხარელი, ევრონიუს, ჯორჯია.